1978 წლის 14 აპრილს ქართველი ერი გაერთიანდა საკუთარი ენის ღირსების და ღირებულების დასაცავად. რუსეთის იმპერიამ უკან დაიხია, როდესაც მათ საქართველოში ქართული ენის გაუქმება სურდათ და დღეს კი მადლობა ჩვენს ღირსეულ წინაპრებს და უფროსთაობას ამ საქმისთვის. მაგრამ ახლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ ვუშვებთ შეცდომებს, რატომ ვერ ვერთიანდებით, მაშინ როდესაც ენას გვიბილწავენ, სარწმუნოებას არაფრად აგდებენ და მამულს გვისხვისებენ. 1978 წლის 14 აპრილი არის მაგალითი იმისა, რომ არათუ ხელისუფლებამ, არამედ იმპერიულად განწყობილმა რუსეთმა საბჭოთა კავშირმა უკან დაიხია. და ხო, დღეს სამწუხაროდ ამ ერის ერთობას ვერ ვხედავ. ამიტომაც ძალიან მარტივად გეუბნებით. მაგალითის სახით, ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსეთისგან მოვლენილი. ჩემი პირადი აზრით რაღა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილმა დასვა თუ არა სალომე ზურაბაშვილის თავმჯდომარეზე და ეხა ყავილაშვილი პრეზიდენტებად. ეს ბოლო ორი პრეზიდენტი, რომელსაც დაწერილი ტექსტის წაკითხვაც კი არ შეუძლიათ. ხშირად მათი ნასაუბრებიდან აზრიც კი ვერ გამოგვიტანია. და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური თეატრი არის. ხოდათ რო არის ამ ქვეყნის სათავეში, ზოგადად რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეროვნულად მოაზროვნე მომავალი თაობა მოვიდეთ რა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა გვიყვარს და გვადართებს. არ ვიყიდებით, არც ვაპირებთ გაყიდვას და ზედმეტია საერთოდ გაყიდვაზე საუბრობთ, როდესაც სიცოცხლესაც კი დავთმობთ ჩვენი ერის უკეთესი მომავლისათვის.